შეხედე ამ მთას როგორი მყარი და მარადიული ჩანს, მაგრამ ეს მთა იშლება ყოველ წამს, ყოველ წუთს. ჩვენ ვერ ვხედავთ, რადგან ძალიან ნელია, მაგრამ გეოლოგი ამგრევის კვალს ყველგან ხედავს. კლდის ფორმაში, ხეობის სიღრმეში, მდინარის ფერში. ამ ყველაფრის მიღმა ერთი უზარმაზარი ძალა დგას. კლიმატი, წყალი, ყინული, სითბო, ქარი. ეს 4 ძალა ერთად მუშაობს. და შედეგი ის ლანდშაფტი, რომელსაც ყოველდღე ვხედავთ. დღეს ვისაუბრებთ იმაზე, თუ როგორ ანადგურებს კლიმატი ქანებს. 3 განსხვავებული გზით და ბოლოს საქართველოს მაგალითებს ვნახავთ, რომლებიც სწორედ ჩვენ გვერდით ხდება. სანამ დავიწყებთ, გთხოვთ გამოგვიწერეთ მეტი საინტერესო ინფორმაციის მისაღებად. ხო დაალაიქეთ, მაგრამ სანამ დეტალებში შევალთ, ერთი ტერმინი უნდა გავიგოთ. გამოფიტვა. გამოფიტვა არის პროცესი, რომლის დროსაც ქანები და მინერალები იშლებიან. ფიზიკურად, ქიმიურად ან ბიოლოგიურად. მნიშვნელოვანია გავარჩიოთ ორი რამ. გამოფიტვა. ეს ქანის დაშლა იმ ადგილზე, სადაც ის მდებარეობს. ეროზია. ეს უკვე ამ დანგრეული მასალის გადატანაა. წყლით, ქარით, ყინულით. ისინი ერთმანეთთან კავშირშია, მაგრამ განსხვავებული პროცესებია. დღეს ვსაუბრობთ გამოფიტვაზე. ანუ თავად დაშლის მექანიზმზე. არსებობს 3 მთავარი ტიპი: ფიზიკური, ქიმიური და ბიოლოგიური. თითოეული განსხვავებულად მუშაობს, მაგრამ ბუნებაში ყველა ერთდროულად. მოდი, ერთ-ერთი განვიხილოთ. ფიზიკური გამოფიტვა. ეს ქანის მექანიკური დაშლაა. ქიმიური შემადგენლობა არ იცვლება. ქანი უბრალოდ პატარა ნაჭრევად იყოფა. ყველაზე ძლიერი მექანიზმი ყინულია. წარმოიდგინე, კლდეში არის პატარა ბზარი. შემოდის წვიმის წყალი. ღამით ტემპერატურა ეცემა 0-ს ქვემოთ. წყალი იყინება და ყინული 9%-ით მეტ მოცულობას იჭერს, ვიდრე წყალი. ამ გაფართოების ძალა 200 ატმოსფეროზე მეტია. ბზარი ფართოვდება. გაზაფხულზე ყინული დნება. შემოდის ახალი წყალი. ციკლი მეორდება. ასე წელიწადს მიყოლებული. კლდე იხლიჩება. ამ პროცესს ყინვად ნობის ციკლი ეწოდება, ან ინგლისურად frost wedging. მაგრამ ყინული ერთადერთი ძალა არ არის. ტემპერატურის ყოველდღიური ხევაც მუშაობს. დღისით კლდე თბება, ფართოვდება, ღამით ცივდება, იკუმშება. ეს მუდმივი გაფართოება შეკუმშვა. ქანის სტრუქტურას ასუსტებს. ამას ემატება მარილის კრისტალიზაცია. განსაკუთრებით სანაპირო ზონებში. მარილიანი წყალი ბზარში შედის, ორთქლდება, მარილი კრისტალდება და ბზარს აფართოებს. ყველა ეს ძალა ერთი მიმართულებით მუშაობს. ქანი უნდა დაიშალოს. ახლა გადავიდეთ ქიმიურ გამოფიტვაზე. აქ ქანის შემადგენლობა სიტყვით იცვლება. მინერალები იხსნებიან, გარდაიქმნებიან, ან სრულიად ქრებიან. ყველაზე გავრცელებული მაგალითი კარბონიზაცია. წვიმის წყალი ჰაერში ნახშირორჟანგს დგავს. შედეგად წარმოიქმნება რბილი ნახშირმჟავა. ეს მჟავა კირქვაზე რომ მოხვდება, კალციუმი იხსნება. ქანი ნელ-ნელა იშლება, ბზარები ფართოვდება. ასე ჩნდება კარსტული ლანდშაფტი. საქართველოში პრომეთეს მღვიმე ვარძია სათაფლია. ყველა ეს ადგილი სწორედ ქიმიური გამოფიტვის შედეგია. მილიონობით წლის მანძილზე. არის კიდევ ჰიდროლიზი, სადაც წყალი პირდაპირ მინერალებთან რეაგირებს. მაგალითად, მინდვრის შპატი, რომელიც მრავალ ქანში გვხვდება, წყალთან ურთიერთობისას კაოლინტად გარდაიქმნება. ეს კი თიხის მინერალია და ოქსიდაცია. ჟანგბადი რკინის მინერალებთან ურთიერთობისას ჟანგს წარმოქმნის. იმ მოწითალო ყავისფერ ელფერს, რომელსაც ქანებზე ხედავთ. ეს ჟანგია. ბუნებრივი, ნელი, მაგრამ გაუჩერებელი. ქიმიური გამოფიტვა ნელია, მაგრამ ყველაზე ღრმა ცვლილებებს იწვევს. და ბოლოს, ბიოლოგიური გამოფიტვა. ეს ყველაზე მოულოდნელია. ვინ ეომება კლდეს? ხეები, მცენარეები, მიკრობები, სოკოები. წარმოიდგინე, პატარა თესლი ჩნდება კლდის ვიწრო ბზარში. ფესვი შედის. პირველ წელს თითქოს არაფერი. მეხუთე წელს ფესვი სქელდება. მეათე წელს ფესვი ჰიდრავლიკური პრესის მსგავსად მუშაობს. წნევა ასობით კილოგრამია. კლდე იხლიჩება. ამ პროცესს root wedging ეწოდება. ფესვით გახლიჩა, მაგრამ ეს ერთადერთი ბიოლოგიური ძალა არ არის. ლიქენები. ის ნაცრისფერი და ნარინჯისფერი ლაქები კლდის ზედაპირზე. ქიმიურ მჟავებს გამოყოფენ. ეს მჟავები ქანის მინერალებს ხსნის. ლიქენი კლდეს სიტყვით ჭამს. ნელა მუდმივად. მიკრობებიც, ბაქტერიები და სოკოები ანალოგიურ ქიმიურ პროცესებს ახდენენ.
ბიოლოგიური გამოფიტვა ყველაზე ნელია, მაგრამ ის არასოდეს ჩერდება და ხშირად ის ფიზიკურ და ქიმიურ გამოფიტვას აძლიერებს. ერთად კი ისინი უძლეველები არიან. ახლა საქართველოს შევხედოთ. ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც გამოფიტვის ყველა სახე ერთდროულად მიმდინარეობს. მაღალ კავკასიონში ყინვა დნობის ციკლი ანადგურებს კლდეებს. სწორედ ამიტომ არის იქ ასეთი ბასრი, კლდოვანი პიკები. ქვემო კახეთში ტემპერატურის ყოველდღიური რხევა ხეობების ეროზიას იწვევს. იმერეთში კირქვის მასივებში ქიმიური გამოფიტვა ათასობით წელია ქმნის მღვიმეებს. პრომეთეს მღვიმე, კუნისთავის მღვიმე, ქიმიის შედეგია, სვანეთსა და რაჭაში. ბიოლოგიური გამოფიტვა ხშირია. ძველი ქვის კოშკები და ეკლესიები, ლიქენებით დაფარული. ამის ცოცხალი მაგალითია. ყველა ეს პროცესი ერთდროულად მიმდინარეობს. და სწორედ ამიტომ არის საქართველო. გეოლოგიური სამოთხე, ყველა ლანდშაფტი, ყველა კლდე, ყველა ხეობა, ამბავს ყვება. საჭიროა მხოლოდ ცოდნა რო წაიკითხო. დასასრულს ერთი აზრი. ჩვენ ცხოვრობთ პლანეტაზე, რომელიც მუდმივ მოძრაობაშია. ქანები მარადიული არ არის. კლიმატი მათ ყოველ წამს ცვლის. ნელა, მაგრამ გაუჩერებლად. ფიზიკური გამოფიტვა, ყინულით და სითბოთი. ქანს ნაჭრებად ყოფს. ქიმიური გამოფიტვა, წვიმით და მჟავებით. შემადგენლობას ცვლის. ბიოლოგიური გამოფიტვა, მცენარეებით და მიკრობებით. სიცოცხლე თავად ებრძვის ქანს. სამივე ერთად. ქმნის იმ სამყაროს, რომელშიც ვცხოვრობთ. თუ ეს ვიდეო საინტერესო იყო, გამოიწერე არხი. შემდეგ ვიდეოში ვისაუბრებთ იმაზე, თუ რა ხდება მას შემდეგ, რაც ქანი დაიშალა. სად მიდის ეს მასალა და როგორ ქმნის ახალ ლანდშაფტებს. მანამდე შეხედე ნებისმიერ კლდეს შენს გარშემო და იცოდე, ის იცვლება. ახლა ამ წამს